თბილისის აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებები, 12 კილოგრამი მარიხუანა და 2 კილოგრამი ჰაშიში აღმოაჩინეს. უცხო ქვეყნის მოქალაქის ბარგის რენტგენოს სკანერით დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი იქნა საეჭვო შიგთავსი, რის შემდეგაც მოხდა ბარგის სპეციალური წითელი ფერის სტიკერით ნიშანდება და დამატებითი დათვალიერება. მოქალაქეს სამგზავრო ჩანთაში ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა 34 ჰერმენტულ შეფუთვაში ჰქონდა განთავსებული, ხოლო ამოღებული ჰაშიშის რაოდენობამ 20 შეფუთვა შეადგინა. ჩამოფრინდა რეისი შარჟა თბილისი, რომლის დროსაც ხორციელებდი აღნიშნული თვითმფრინავის ბარგის დათვალიერებას რენტგენოს სკანერის საშუალებით ერთ-ერთი ჩანთა მივიჩინეს საეჭვოდ შიგთავსიდან გამომდინარე და მოახდინე ამ ჩანთის დასტიკერება საბაჟო სტიკერით, რაც გულისხმობს მის შემდგომ ფიზიკურ დათვალიერებას მგზავრთან ერთად ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ოთახში. დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი იქნა სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა, წონით 12 კილოგრამი და 500 გრამი და ასევე სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება ჰაშიში, წონით 2 კილოგრამი და 110 გრამი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ზე, 262 და 273 პრიმა მუხლებით აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.